შეგადარეთ რა თქვა რას. აი ვიტყვი. საგამშვიდობისა მეგობრებო, ეს არის რადიოს სივრცე 98.5, ეს არის დიდი სივრცე. დღეს ყავს არაჩვეულებრივი, მე ვიტყოდი, მეგა დუეტი გადაჭარბების გარეშე. ჩვენს სტუმრად არიან თამარ კიკნაძე, მეცნიერი, პოლიტოლოგი და ირაკლი გოგავა, პოლიტიკოსი, სამართლის სპეციალისტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მოკლედ, მე ძალიან მიხარია თქვენი ყოფნა აქ. თემებით შესაბამისი, მასშტაბური. მოგესალმებით მეგობრებო და სანამ დავიწყებდეთ გადაცემას, მინდა გთხოვოთ, დაალაიქეთ Facebook გვერდზე, სივრცეების გვერდზე ეს ვიდეო და შესაბამისად საათ ნახევარში გავა ასევე ამ პირდაპირ ეთერის ჩანაწერი YouTube არხზე და ასევე დაალაიქეთ ჩვენს სივრცეების რადიოს YouTube channel-ზე არხზე, ანუ მოდით მოთელვით დავიწყოთ და ესე იგი ვიყავს ჩვენ. აი ესეთი ქალბატონი რასა იუკნავიჩინე. მოდით პროდიუსერს ვთხოვ აი ეს სლაიდი გაჯეტის, სადაც ქალბატონი რასა ძალიან შეწუხებულია ჩვენი ქვეყნის ბედით და ამბობს, რომ ამ ქვეყანაში, ანუ საქართველოს სიტუაცია უარესდება. მაგრამ მე მენიშნა სხვა ციტატა, მინდა წაგეკითხოთ ეს და მინდა რომ ჩვენს სტუმრებსაც შევთავაზო აი ეს როგორც განჯის თემად. ანუ ქალბატონი რასაც შემდეგს ამბობს, საქართველო მთელი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის სტრატეგიული სახელმწიფოა. რუსეთი ამას ძალიან კარგად ხვდება. ჩინეთი ამას ძალიან კარგად ხვდება. ირანი ამას ხვდება და თავის გავლენას აძლიერებს. ევროკავშირი ხვდება? წერს რასა იუკნავიჩინე. შეიძლება არასწორად ვამბობდი ამ ყურს. მოკლედ. აქ მე რა მენიშნა მეგობრებო, ანუ ნიღბების ჩამოგხსნა მიმდინარეობს ფორსირებულად. თავის რიტორიკაზე უარს ამბობენ. ან უკვე აღარ აინტერესებს ის, კარგი ხალხი ცხოვრობს ან ადრეულს, ან დემოკრატიული ქვეყანა და ამ შემდეგ. არა, სტრატეგიულად არის ეს ქვეყანა მნიშვნელოვანი და რატომ არ აკეთებთ არაფერს? რატომ უთმობთ რუსეთს, ჩინეთს, ირანს და ასე შემდეგ? რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? თამარ. მივესალმებით თქვენ მსმენელებს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონი რასა ეხლა გამოხატავს იმას, რასაც ფიქრობენ ზოგიერთი პარლამენტარები ამ ევროპარლამენტში და ეხა საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ამაში არავის ეჭვი არ ეპარება. მაგრამ ძალიან იცით ისეთი დრო დადგა, რომ აი როდესაც ჩვენი ხელისუფლება აპელირებს ამ ეროვნულ ინტერესებზე და ასე ვთქვათ, ვაჭრობს, ეს არის ძალიან სწორი პოზიცია. და სხვათა შორის მე ადრეც ვამბობდი, რომ რაც არ უნდა გააკეთოს დღეს საქართველოს, იმდენად მნიშვნელოვანია და ვეთანხმები ქალბატონ რასას ყველა ქვეყნისთვის, რომ ძალიან კარგად შეუძლია საქართველოს მივაჭროს. და ჩვენ ვნახეთ ხო რა პოლიტიკას ეწევა ევროპარლამენტარები, რა რიტორიკით გამოირჩევიან, ხან გლანძღავენ, ხან ჩვენ საჭიროებას ადასტურებენ. ძალიან კარგია მე ვთვლი, იმიტომ რომ ესე გავაგრძელოთ. როგორც ვთამაშობთ, ესე და ამისთვის არის შესაბამისი დრო. თქვენ თუ მიადევნებთ რა, იგივე უნგრეთის პრემიერი, ამერიკის პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტი, ყველა ლაპარაკობს ეროვნულ ინტერესზე. ამიტომ ესე გავაგრძელოთ, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი. კი ბატონო, ირაკლი. შესანიშნავად შეაფასა ქალბატონმა რასამ და თამარმა კიდევ უკეთესად. ჩვენი ქვეყნის გეოლოკაციის, გეოპოლიტიკური მდებარეობის, ანუ ამაში ვეთანხმებით ჩვენ ქალბატონს. უდავოდ ვეთანხმებით და ამიტომ მაგრამ გამორჩა ერთი. ჩვენს გვესმის, საქართველოსაც გვესმის მნიშვნელობა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის, ამ ზღვის გასასვლელი, გეოპოლიტიკა შეიცვალა, სავაჭრო მაგისტრალები ძველი იმ ინტენსივობით ვეღარ იმუშავებს, მაგალითად ჩინეთის ტვირთები 70 მილიონი ტონა თუ გადიოდა რუსეთზე ევროპის მიმართულებით, ამდენი ვეღარ გაივლის უახლოეს წლები მინიმუმ
ირანის მარშრუტი პრობლემატურია ბევრისთვის. დარჩა საქართველოს კორიდორი, ხო? გარდა ამისა, ეს პატივცემულები ევროკავშირიდან 60 მილიარდი ევროს რესურსებს ყიდულობენ, მინერალურ რესურსებს მარტო შუა აზია და ყაზახეთიდან, ჩინეთი რო გამოვრიცხოთ. ამიტომ აი ეს მილი ჩვენ გვიჭირავს, ხო? ნუ აზერბაიჯანთან ერთად, ახლა ეგეც ჩვენს და აზერბაიჯანს. ამიტომაც ჩამოვიდა ეს ბატონი სენატორი დღეს დეისი, ხო? დეისი. დეისის შესახებ მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ არის მინერალური რესურსების და ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სპეციალისტი. ადრე პროქტერ ენდ გემბლის ის იყო ტოპ მენეჯერი. ჰონკონგშიც მუშაობდა, აშენებდა ქარხნებს ამ პროქტერ ენდ გემბლის. და გუშინ ბაქოში იყო, დღეს ჩვენთან ჩამოვიდა, ანუ უკვე კონკრეტულ თემებზე გადავედით. ეხლა ეს ბლა 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 და გაუარესთა და უკუსლა და ეს რაღაცები, უკუსლა ეგერ საფრანგეთში როა დემოკრატიის და რუმინეთში და გერმანიაში ეგეთი უნდა უკუსლა. სხვადასხვა გერმანიაში არის სერიოზული პრობლემა შეფასებითი უკვე ოფიციალური დემოკრატიის ამ დღეებში კითხულობდი. ეკონომიკური ვარდნა. ეკონომიკური სტაგნაცია ისედაც აქვს, ტექნიკური რეცესია, კი ბატონო. კაპიტალი გადის ინდუსტრიული, მაგრამ სიტყვის თავისუფლება, ესე იგი, მხოლოდ 18% გერმანელების ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლება არის და არეშინია საჯაროდ გამოხატოს. ინგლისში უფრო ნაკლები იქნება. აი ინგლისში არ მინახე ბოლო მონაცემები. გერმანიაში ეგეთ ვითარება. გარდა ამისა სოციალურ ქსელებს, საკუთრივ სოციალურ ქსელებს, ხო, იმ პოსტში, რომელსაც fake news-ად თვლიან, თითო დღეში პოსტის ყოფნის სივრცეში $9 მილიონ აღწევინებენ. ნუ ანუ ვერ მუშაობს ხა. და ამიტომ გითხარი, ბრიტანეთში ზის 12,000 ადამიანი Facebook სოციალურ ქსელების პოსტების გამო. ცენზურა. ხო. ანუ ციხეშია რა. პრინციპში უკან დაუბრუნდათ თვითონ, რისთვისაც შეიქმნა ეს სოციქსელები უკან და ბუმერანგის პრინციპი. ამიტომ ესე იგი მე ვარ შეშფოთებული გერმანიაში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების უკუსვლით. და მე ვფიქრობ, მართლა ვფიქრობ, ეხლა არ ხუმრობ, რამდენიმე წელიწადში საქართველოს და ქართველებს შეუძლიათ ჩავიდნენ გერმანიაში, სერია ტრეინინგების მოაწყონ. სიტყვის თავისუფლების შესახებ, ტრადიციების, ოჯახის, რელიგიის მნიშვნელობის შესახებ, იმიტომ რომ იქ მოთხოვნილება ამის უკვე გაჩნდა. ჩვენერი იდეა მე მომწონს. ჩავერთვოთ ამ პროცესში და უკავშირდეთ ალტერნატივას გერმანიისთვის, მე მგონი დაინტერესებული სუბიექტია. თემის გაგრძელება, მე მინდა შემოგთავაზოთ მეორე პერსონაჟის ამონარიდი ასევე და აქ აი აშკარად ჩანს ქაოსი დასავლეთში. აი ეს გაურკვეველი სტრატეგიულ გაურკვევლობას რო ეძახიან. მე ხალ გულისხმობ ბატონ კელოგს, რომელიც არის სპეცწარმომადგენელი ტრამპის, ნუ ის სარგებლობს რეპუტაციით, რომელიც ესე იგი ეს წარმომადგენელი უიტკოფისგან განსხვავებით ბევრად უფრო რადიკალური დამოკიდებულებით გამოიჩევა რუსეთის მისამართით, ხო? ითვლება, რომ უკრაინისკენ უფრო იხრება სიმპათიზანტი, ამით უფრო მისი ქალიშვილი აქტიურად მუშაობდა უკრაინაში ამ კონფლიქტის დროს. მოკლედ და სწორედ ამ თვალსაზრისით არის საინტერესო ეს მოსაზრება. რას ამბობს კელოდი? ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა შეაჩეროს ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან, ხოლო უკრაინის შესვლა ალიანსში არც კი განიხილება. ამის შესახებ განაცხადა ტრამპის წარმომადგენელ კელოგმა ABC News-თან ინტერვიუში. და კიდევ ერთი ფრაზა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის უკრაინის ნატოში შესვლა არ განიხილება. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასე ფიქრობს. მე შემიძლია ჩამოვთვალო მინიმუმ 4 ქვეყანა ნატოში, რომელიც ასევე ეჭვს გამოთქვამენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო ნატოში შესასვლელად საჭიროა 32 ქვეყნის თანხმობა. კელოგმა დაადასტურა, რომ გაფართოების შეჩერება ეს არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელსაც რუსეთი აყენებს და ისინი არა მხოლოდ უკრაინაზე საუბრობენ, არამედ საქართველოსა
და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, ოკეი, ყოვლის მომცვლელი გადაწყვეტილებით ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ნატოს გაფართოება თქვენ საზღვრებთან. ეს არის მათი მოთხოვნა. ანუ კელოგი, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გამოირჩევა რაღაც ესეთი სიმპათიებით რუსეთის მისამართით, აკეთებს ამ განცხადებას, აღიარებს და მეტიც. ამბობს, რომ კი ბატონო, ჩვენ გვესმის, თქვენი წუხილი რუსებს ეუბნება, ეს არის თქვენი უსაფრთხოების ეგზისტენციური საკითხი. ეს მოსაზღვრე ქვეყნები არ შევლენ ნატოში. მოდით ახლა გავიხსენოთ რასას განცხადება და აქ ხედავთ, რომ აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. ანუ კიდევ ერთხელ დავინახეთ ეს ნაპრალი, რომელიც არსებობს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და მე მინდა რომ ასევე შეაფასოთ ეს მოსაზრება, ჩვენ ვიცით რომ 2 ივნის გაიმართება შემდეგი რაუნდის ამბუში მოლაპარაკებს რუსეთსა და უკრაინას შორის, რაღაც მემორანდუმების გაცვლა იქნება. როგორც ჩანს, რუსულ მემორანდუმში არის ეს ინფორმაცია, რასაც მოითხოვს რუსეთი და მაგას რუსეთი სულ მოითხოვდა ამ 3 წლის განმავლობაში. და მე მინდა შეაფასოთ კელოგის ეს მოსაზრებები და რამდენად სხვათა შორის არც ოპოზიციის მხრიდან მე ყოველ შემთხვევაში არ წამიკითხავს არანაირი კომენტარი ამასთან დაკავშირებით და ეს მეჩვენება ძალიან მნიშვნელოვან მოსაზრებად. თამარ, მოდი თქვენი დავიწყოთ. კი ბატონო, ჩერეს ერთი კელოგს უნდა გაეთვალისწინებინა, ჩემი აზრით, პუტინის მოთხოვნა. პუტინი აღარ თანხმდება უკვე იმაზე, რომ ნატო არ გაფართოვდება, ის ყოველთვის ბოლო დროს ლაპარაკობს, რომ დასავლეთმა უნდა გაითვალისწინოს ის მიზეზები, რის გამოც დაიწყო რუსეთ-უკრაინის, ომს არ უწოდებენ, ხო, ისინი სპეცოპერაციას. არავინ არ უწოდებს ომს, საკუთარ ომს. ხო, ამას თავისი მიზეზები აქვს, რატო არ უწოდებენ, ხო? და ნახეთ პროცესიც როგორ მიდის. ხო, ყველა ლაპარაკობს მოლაპარაკებაზე, მაგრამ კონკრეტულად მოლაპარაკებები არ ჩანს. არის რაღაცა მოთელვითი რაღაცა ქმედებები, ხო, რომელიც რა თქმა უნდა არის რუსეთის სასარგებლოდ, იმიტომ რომ საომარი მოქმედებები ახლა მიმდინარეობს რუსეთის სასარგებლოდ. რაც ჩემთვის იმის მიმანიშნებელი არის, რომ გარკვეული გარიგება არის, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს. და აი ამ ვაჭრობის შედეგად რაღაცა ჩამოყალიბდა პოზიციები. ეხლა იგივე ვთქვათ იმ რესურსებზე წვდომა, რომელსაც ტრამპი ითხოვდა უკრაინაში. ხო, ძალიან კარგად შეეძლო შეეთავაზებინა პუტინს, რომ რად გინდა ის ვთქვათ უკრაინის გაურკვეველ ტერიტორიაზე, გაურკვეველ ესე კი დანახარჯებს, როდესაც რუსეთი გაცილებით უფრო მდიდარია და ეხლა კელოგმა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, ჯერს ერთი ნატოზე დღეს საუბარი არ არის აქტუალური. ნახეთ, ტრამპი სულ ლაპარაკობს იმაზე, რომ ნატოს შენახვის 67%-ს იხდიდა ამერიკის შეერთებული შტატები. და არაერთხელ განაცხადა, რომ მორჩა ეს დრო, ეს ალტრუიზმის დრო დამთავრდა და ყველამ უნდა მოუაროს თავის საკუთარ თავს. გარდა მაგისა, ჩვენ ახლა ვართ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში და ნატო არის იმ ძველი მსოფლიო წესრიგის გადმონაშთი, რომელიც აღარ არის აქტუალური. ის კი არა, მეცაც გეტყვით, ევროკავშირიც აღარ არის აქტუალური. და თუ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა არ ექნება ამ სტრუქტურებს, არა, მათი ფასი არის ძალიან დაბალი. ამიტომ ეს კელოგის განცხადებები ფაქტობრივად ლაპარაკი არის არაფრის შესახებ. ამიტომ რუსები მაგას არ დათანხმდებიან და მე რატომღაც მგონია, რომ გაცილებით უფრო იქ სხვა რაღაცა პირობები იქნა წამოყენებული ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბრის დროს, გარდა მაგისა, კომუნიკაცია სულ არსებობს და იცით რა არის, ის რომ ამერიკას სურს რუსებთან ურთიერთობების დალაგება, რა, ამას წყალი არ გაუვა. განა იმიტომ, რომ ძალიან უყვარს. ტრამპს უყვარს თავისი ქვეყანა და ის აბრევიატურა მაგა, ხო? ამიტომ იგი შეეცდება, რაც შეიძლება თავისთვის მომგებიან პირობებზე დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობები და პოლიტიკა რა არის ვაჭრობა. და ჩემი აზრით, ის კი არა,
ჩინეთთანაც დაალაგებს ურთიერთობებს, იმიტომ რომ მათი ეკონომიკები ისე არის გადაჯაჭვული, რომ არც ერთს არ აწყობს მკვეთრად გაუარესება ურთიერთობების. ამიტომ ის პოსტულატი, რომ დღეს არის მრავალპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბების პროცესი, მე ვიზიარებ სრულიად და ეს ძალიან თვალნათლივ ჩანს. ამიტომ კელოგის ეს განცხადება მაგალითად მე არ აღვიქვავ ისე რომ ამას შეიძლება რაღაცა შედეგი მოყვეს, გაცილებით სხვა გადანაწილება იქნება და ალბათ ჩვენ უახლოეს მომავალში ამ შედეგებს რაღაც ვიგრძნობთ ხოლმე. კი ბატონო, ეს მე მგონი მინიმალური მოთხოვნა, რაც რუსეთს გააჩნია. ანუ საუბარი იმაზე, რომ მოლდოვას შეეშვით, საქართველოს შეეშვით და ასე შემდეგ, მაგრამ აქ სხვა საკითხი ჩნდება. ანუ კელოგი ამბობს კი ბატონო. კი ბატონო. ეს ამ ქვეყნების გაწევრიანებაზე ჩვენ უარს ვიტყვით, მაგრამ მიზეზებს ჩვენ ფორმალურად არ გვეკითხებიან. აი მე ეგ საკითხი რომ აი საქართველოს მოლდოვას არ იქნებ გვინდა ნატოში. ხო ამბობენ რომ ჩვენ გვინდა. არა, ფორმალურად გვინდა კიდე კი არა, კონსტიტუციაში კონსტიტუციაში გვიწერია. კონსტიტუციაში გვიწერია ნატო, ევროკავშირი, ანაკლიის პორტი, დიდუბის ვაგზალი და ელდეპოს სახინკლე. კიდევ LGBT არ გვიწერია. ელდეპოს სახინკლე. ელდეპოს სახინკლე. კი ბატონო. ეს ხუმრობით კელოგის განცხადება ხა დილას რო წავიკითხე პირველი რაც გამიჩნდა რეაქცია რა თქმა უნდა ქართული პრიზმიდან შევხედე ამას და ასე ვთქვათ დავინახე აშკარად ფაქტი რომ ერთი დიდი სახელმწიფო მეორე დიდი სახელმწიფოს ჩემით ევაჭრება ანუ საქართველოს ღიად კი პოლიტეზის გარეშე ესე იგი რამდენი 3 წელია მივდივართ სტრატეგიული პარტნიორობით ფეხდაფეხ ნატოში და უცებ ეს კაცი გამოდის აცხადებს რომ აი შეერთებული შტატები არ არის წინააღმდეგი რომ საქართველოს ვარი უთხრას მათ შორის ნუ მოლდოვა და უკრაინაზეა საუბარი ასევე ეს არის პარტნიორობაში და ურთიერთობებში აბსოლუტურად მიუღებელი ფორმა, რითაც კეთდება ახლა ესა. ნუ თქვათ შეიძლება იქ ვიღაცამ თქვას, რომ კელოგს არ აქვს ის რანგი ახლა სპეცსარუმადგენელი უკრაინის საკითხებში, რომლებსაც რუსები საერთოდ ახლდებიან. რუსებს აქვთ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ამ მოლაპარაკების ჩარჩოებში, ეს დადის ევროპაში და უკრაინელებთან. ეთყობა, ნუ გენერალია გადამდგარი სამხედროა და რაღაც ეთყობა წარსულში აქვს ისეთ ჩადენილი, რომ რუსებისთვის მიუღებელი. თუმცა მაინც ვიტკოვთან წყვილში მუშაობს. ბოროტი პოლიციელია რუსებისთვის, ეგრე ითვლება. ვაკა, თუ ესე იგი დგება ეგ საკითხი, რომ ვიღაცა ჩვენი მომავლით, ჰიპოთეტური მომავლით ამიშოობა ყოფ. ჩვენ ახლა 90-იან წლებში შენ გახსოვს ამას ჩართული იყავით, ქალბატონი თამარიც. 90-იან წლებში ეს ნატო რისთვის იყო ტორპედირებული ჩვენს მიერ, ქართველების მიერ. მართლა იმიტომ კი არა, რომ ჯეროდა რომ მართლა მიგვიღებენ რაღაც. იმიტომ რომ რუსეთთან არგუმენტი იყო დამატებით, რომ ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში გაცვლა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნეიტრალიტეტი და შენ სოხუმთან დამილაგე, ცხინვალთან დამალაგებია და ამ კონტექსტში იყო მოაზრებული ეს ამას ახლა ღიად მაშინ არ ვამბობდით, მაგრამ რეალურად ესე იყო, მაგრამ შემდეგ როცა მოხდა გატაცება საქართველოს 2003 წლის ნოემბერში, გაიტაცეს ხო ქვეყანა, hijacked. რასაც ქვია გარემართვაზე გადაიყვანეს, უკვე სხვა კონოტაცია შეიძინა ამ ნატოსკენ სვლა. მერეც ახლა ოცნების პირველი პერიოდი იყო რა დროებითი კოლონიური ადმინისტრაცია იყო კლასიკური თავისი კოალიციებით, აგენტურით, მეხუთე კოლონიებში იგნით ამ ხიდაშელების და ვიღაცების სახით. 19 წლიდან დაიწყო შემოტრიალება რეალურად, როცა საშუალება გაჩნდა როცა საშუალება უფრო გვიან გაჩნდა გეოპოლიტიკური კონტექსტი როცა ეგ 22-დან და 19-ში უბრალოდ ახლა წითელი ხაზი გადალახეს, როცა შარლ მიშელის შეთანხმებით საერთოდ ყველაფერი მიკოდა. მაგრამ ეს რა ასაკენებს ახლა? კაი, ჩემით ვაჭრობ ხაზს უსვამ იმ ყველაფერს რაც ესა, მაგრამ მე ხო უამრავი დრო, ენერგია, რესურსი, ფული, ბიუჯეტის ფული დავხარჯე რაში? ერთი ჩემი მისიები იყვნენ ავღანეთში, ერაყში, ცენტრალურ აფრიკაში, მალიში, კოსოვოში. მეორედ მე მასპინძლობდი აქ უამრავ წვრთნებს. ჩემ რესურსს ხარჯავდი. წვრთნის აღჭურვილობის პროგრამა. ხო, მაგით რაღაცა თვითონაც ეს სერიოზული აუდიტი მაგას დათვლის პლუს მინუს გამოაკლებს. იმან რამდენი დახარჯა, ჩვენ რამდენი დავხარჯეთ, აღმოჩნდება რომ ჩვენ გაცილებით რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარით მეტი დახარჯული. და კი ბატონო კომპენსაცია გადაიხადო მაშინ არა როგორ ყველაფერი დათვლადია შენ რაღაცასთან გაფორმებულია უამრავი შეთანხმებები მაგაზე
საბჭო არსებობს, შეთანხმებები არსებობს, მთელი ამბები არსებობს. ეს ღია ნაწილიც ვამბობ მე და შეიძლება იმას დანართები აქვს, რომელიც საიდუმლო. ნორმა პრინციპში მოსათხოვია. და სხვათა შორის ამის პრეცედენტი არის ნიკარაგუამ გააკეთა ეგა დანიელ ორტეგა, ოქროკაცი. მიმართა 80-იან წლებში საერთაშორისო სასამართლოს გაეროს გააგაში და მოუგო შიდა საქმეებში ჩარევა, იქ სამხედრო ჩარევის კომპონენტიც იყო ჩარევაზე და მართალია კომპენსაციას არის ხდის ამერიკა, მაგრამ საქმე წაგებული აქვს, პრეცედენტი არის. მე ასე უყურებ, ესე იგი პარტნიორებთან ასე არ იქცევიან, რა მნიშვნელობა აქვს ხა თუ რაღაცაზე ვერ თანხმდები 30 წლის განმავლობაში. ბალტიისპირეს მოსთხოვოთ კომპენსაციის გადახდა. ჩვენ? რაში? ნატოს წევრები ხო არის? ხო, ნატოსაც უნდა მოვთხოვოთ, რა თქმა უნდა, კი ბატონო. მოკლედ კელოგს მოუწოდებ, რომ საქართველოსთან არ ივაჭროს, იმიტომ რომ საქართველოს გეოპოლიტიკური ვითარება და სურვილები შეეცვალა. ეს ყალბი სატყუარები, რაც დაგვიკიდეს უკვე კაი ხანის გაშიფრული გვაქვს და ამიტომ და რუსებსაც ალბათ უსმენენ, რა ვიცი, მათ ესენი ემისრები შენს სტუდიას. აი მაგ კონკრეტულზე უთხრან, რომ ეს თქვენი აქტივი არ არის, ამიტომ არ ჩაგითვლით. კი ბატონო, მოდით შემდეგი ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გავცელდა ამ დღეებში, კერძოდ ეს არის საინვესტიციო ჯგუფია ბანკი JP Morgan, მოკლედ აქვეყნებს თავის ანალიტიკურ ანგარიშს. აი ამ ბანკის ანალიტიკოსები თვლიან, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს ივლისამდე, ესე ვარაუდობენ. რომ მოხდება ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მეორე კვარტალში ამ წლის და ესე იგი თავაზობენ 4 სცენარს, იგულისხმება უკრაინის შემდგომი ბედი. მოკლედ ყველაზე პოპულარული სცენარი, ანუ ყველაზე მეტი ქულა დააგრო 50% არის სცენარი, მოდელი, რომელსაც ეძახიან საქართველოს მოდელს, საინტერესოა. Ზაგიკითხავთ ახლა ამ მოსაზრებას, ანუ როგორ თვლიან, ესე იგი საქართველოს მოდელი რა არის. ომის შემდეგ უკრაინა არ მიიღებს საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს, დარჩება არასტაბილური და დროთა განმავლობაში 1-2 ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რუსეთის გავლენის სფეროში აღმოჩნდება. ანუ ეს ხატავენ საქართველოს. მეორე ადგილზე არის ისრაელის სცენარი, ნაკლებად პოპულარულია, ანალიტიკოსებში მხოლოდ 20% აქვს. რას გულისხმობს? უკრაინა მიიღებს დასავლურ დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ დასავლური ჯარების შემოყვანის გარეშე და დარჩება მილიტარიზირებულ სახელმწიფოდ, რომელიც მუდმივ მზადყოფნაში იქნება ახალი ომისთვის. 15% ერგო სცენარს სახელწოდებით სამხრეთ კორეა და შესაბამისად ასევე 15% შეხვდა ბელორუსს. მოკლედ ამ შემთხვევაში სამხრეთ კორეის სცენარი გულისხმობს იმას, რომ განთავსდება ევროპული ჯარები, იქნება ამერიკული დაზვერვის და შესაბამისი მხარდაჭერა და მოკლედ გაიყოფა რაღაც მოხდება სეპარაცია ამ დანარჩენი ტერიტორიის. ბელორუსის სცენარი ცხადია, რომ არის სრული დაქვემდებარება, დამორჩილება რუსეთის მხრიდან. ჯერ ერთი როგორ აფასებთ საქართველოს მოდელს, რასაც JP Morgan გვთავაზობს და როგორ ფიქრობთ, რომელი სცენარი თქვენი აზრით ბევრად უფრო რეალისტურია? თამარ. ირაკლი, კი ბატონო. არა, მე გავაგრძელებ ირაკლის ნათქვამს და ესე იგი მექანიკურად გადაებმევა ეს. რაც შეეხება პატარა ქვეყნებს და პარტნიორებს, ხო? სამწუხაროდ პატარა ქვეყნები და ამაზე მთელი თეორიებიც არსებობს, არა, ყოველთვის არიან არასუბიექტები საერთაშორისო ურთიერთობების, არამედ ობიექტები. და ხდება მათი ხარჯზე გარიგება და უკრაინა მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქვეყანა არ არის, არა, ეგრეთ წოდებული ბუფერული ქვეყანაა და მის ხარჯზე ხდება დღეს მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესი. საერთაშორისო ურთიერთობებში არის ეგრეთ წოდებული თვითგადარჩენის ესე იგი კონცეფცია და ამ შემთხვევაში და ტერმინია ჩამოყალიბებული მიტმასნების, ხო?
ამიტომ შენ უნდა არჩიო სწორად, რომელ ძალასთან უფრო გაწყობს შენ ურთიერთობა. და აი ამ შემთხვევაში ეხლა მთელი ეს 30 წელი, როდესაც ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ, მაგრამ სხვა გზაც არ იყო ვეთანხმები ირაკლის, იმიტომ რომ თვითონ რუსეთს ჰქონდა ძალიან დიდი პრობლემები და თვითონ რუსეთი კი ნახავ დაიშალა, ამიტომ საპირწონე ნამდვილად საჭირო იყო ამ ნატოს და დასავლეთის სახით. მაგრამ ხო ხედავთ როგორ განვითარდა ხო მოვლენები. ეხლა რაც შეეხება თვითონ იმ სცენარებს, რაც აქ არის, ეხლა ხშირად ეს ორგანიზაციები რატო აქვეყნებენ ამას წმინდა პიარული თვალსაზრისით და საზოგადოების აზრის გაგების თვალსაზრისით, ვიდრე ვთქვათ რაღაცა რეალურ სურათს ხატავენ. საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ არ იყო. რუსეთის გავლენის ქვეშ იყო ეკონომიკურად და პოლიტიკურად იყო დასავლეთის გავლენის ქვეშ. რაც იყო ძალიან ცუდი სცენარი საქართველოსთვის, იმიტომ რომ შენ ფაქტობრივად მოგანიჭეს რუსეთის გამღიზიანებლის ფაქტორი, როდესაც შენი გადარჩენის გასაღები იყო რუსეთის ეკონომიკა, ხო? ამიტომ ამ თვალსაზრისით არა, რასაც ისინი წერენ, ცოტა ღრმად ჩაიხედონ და ისიც თქვან, რა ცუდ დღეში ჩაგვაგდეს ჩვენ, ხო? და უკრაინას რაც შეეხება, უკრაინაც გარიგების ობიექტია დღეს და აი ნახოთ ეხლა მიმდინარეობს ჭიდილი, ვინ ვის და რა პირობებით, ხო? აი იმ მოლაპარაკებების ესე გაჭიმვა მე მაძლევს იმის საფუძველს, რომ თქვა, აი რაც უკვე აღნიშნე მე, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება არის მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ნახეთ აქ რატომ არის მნიშვნელოვანი, ხო? წინა ადმინისტრაცია ეცადა, ეხლა რუსეთი ეს არის ტერიტორიით ყველაზე დიდი და ყველაზე მდიდარი ქვეყანა, ხო? ამიტომ მისი რესურსების ათვისებისთვის არის ეს ყველაფერი დემოკრატია და ის მხოლოდ ფასადური რაღაცა განცხადებებია, რომ ეგრეთ გააპრაონ, ასე ვთქვათ, თავისი ქმედებები. მაგრამ ეხლა ტრამპს რომ უნდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს რუსეთისთვის პოზიტიური იქნება, ხო? მხოლოდ უბრალოდ ეს სხვა მექანიზმი და სხვა გზა არის იმ რესურსებისკენ წვდომისა, რომელსაც რუსეთი ფლობს. ამიტომ აი ეს ჭიდილი და ურთიერთობები, პოლიტიკური ვაჭრობა კიდევ გაგრძელდება და რაღაცა საინტერესო ვითარებაში რუსეთი სხვათა შორის ამ შემთხვევაში კარგად ივაჭრებს, იმიტომ რომ ერთი მხრივ მისი რესურსები ჭირდება ჩინეთს, მეორე მხრივ ჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამიტომ არც თუ ისე ცუდ პოზიციაშია დღევანდელ დღეს იმ ომის ვითარებასაც თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ უკრაინის ბედი მე მათი არ ამშურს ნამდვილად. ნამდვილად, აბსოლუტურად გეთანხმებით. ირაკლი, აი ეს არის 4 სცენარი. არის მეხუთე სცენარი, რომელიც რატომღაც JP Morgan-ი, ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი არსებობს, ძალიან ბევრი ტრანსლატორი ამ სცენარის, რუსეთში, უკრაინაშიც და ევროპულ ქვეყნებში. და სხვათა შორის ჩვენ ვხედავთ ამ პროცესს. მოსაზღვრე ქვეყნების დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებაში. მაგალითად, დუდას განცხადება, რომ ჩემთვის გაუგებარია, როდესაც მე ჩავდივარ უკრაინაში. რეაქციას აინტერესებს, მაგრამ ის რომ დუდა ამბობს, რომ არ შეიძლება ბენდერა იყოს თქვენი რაღაც კერპი გმირი, იმიტომ რომ ამ კაცმა გაანადგურა ჩვენი პოლონელები, ვოლინსკის და ასე შემდეგ, რომ მე არ შემიძლია მეგობრულად იყო განწყობილი ამ ადამიანების მიმართ, რომელიც მხარს უჭერს ბანდერას. ეხლა უნგრეთის პოზიცია ცნობილია და სხვათა შორის გააქტიურდა უნგრული ავიაციის პატრულირება ამ საზღვარზე. რუმინეთის დამოკიდებულებას თუ ისტორიულ კონტექსტს გავითვალისწინებთ იქ რომ გალიცია შედიოდა ჯერ ავსტრო-უნგრეთში, შემდეგ პოლონეთის ტერიტორიაზე უჟღოროდი უნგრეთს და ასე შემდეგ. ნუ აქ არის აქ რევანშისტული განწყობები, ეს არჩევნების დროს გამოჩნდა სხვათა შორის. ანუ მეხუთე სცენარი არის ტრაგიკული კი არ კატასტროფა უკრაინისთვის, სახელმწიფოებრიობის დაკარგვა. აი ირაკლი, შენი აზრი მაინტერესებს, ეს 4 სცენარი პლუს მეხუთე. ნუ ყოველთვის როდესაც რაღაცას ყიფყულობ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს წყაროს.
საკითხულობ, ვისი გამოცემა, რა ხალხი დგას მის უკან. ამ შემთხვევაში წყარო იმდენად სერიოზულია, რომ არ შეიძლება რომ თვალი დახუჭო ამ ინფორმაციაზე. JP Morgan-ის ლონდონის ფილიალი ეკუთვნის როჩილდებს. როჩილდები ერთ-ერთი მთავარი ინტერესანტები არიან ამ ომის და უკრაინის. სანამ ტრამპი ამ იშვიათ მეტალებზე შეთანხმებას ხელს მოაწერდა ზელენსკის წარმომადგენლებთან ბრიტანეთს ქონდა გაფორმებული. მანამდე ბრიტანეთს ქონდა უფრო მანამდე კიდე როჩილდს ქონდა კუჩმა პინჩუკის ოჯახებთან და პოროშენკოსთან. ასევე ანუ ეხლა ეგეთი რასაც ითხოვენ ეს უკვე როჩილდებს დაბევებული აქვთ. დიდი ხანია, ხოლო პოროშენკოს აქტივები როჩილდებს გადაეცათ მართვაში, სანამ ის პრეზიდენტი იყო და მე არც დაუბრუნეს მე მგონი დიდი ნაწილი. ისევ თვითონ მართავენ. ნეტა ლიპეცკში შოკოლადის ქარხანა რო აქვს იმასაც ის ჩამოართვეს რუსებმა. ну მუშაობს ოთაშურის ლიპეცკის. როშელის შოკოლადი ცუდი არ არის ნამდვილად. კარგი. ნამდვილად გეთანხმები. რატო? იმიტომ რომ პოროშენკო პრეზიდენტი რო იყო, ექსკლუზიური შეთანხმება დადო კოლუმბიაში საუკეთესო კაკაოს წარმოებელთან და ექსკლუზიურად მიქონდა საუკეთესო ხარისხის კაკაო. და ოღონდ შეუთანხმდა რომ სხვა მწარმოებლებს არ მიეწოდათ უმაღლესი ხარისხი. ну პრეზიდენტობა იძლევა გარკვეულ ესე უპირატესობებს უკრაინაში. და არა მარტო კოლუმბიაში კაკაოს გარდა სხვა რაღაცების არის საინტერესო და იქ ვარებმე უნდა კაკაოს. ეგ არ ვთქვით. ეს სცენარი, რომელიც JP Morgan-ის ანუ როჩილდების ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ყველაზე ოპტიმალური კი არა და ყველაზე რეალისტურია საქართველოს სცენარი. ეს არ არის შორს რეალობისგან, რატო? იმიტომ რომ odd wording-ი ანუ სიტყვებს სხვანაირად აღწერენ ახლა 1-2 ხელისუფლების სრულების შემდეგ. ეს რას ნიშნავს? ახლა რეალურად უნდა წავიკითხოთ ესე. მას შემდეგ რაც მოხდება დაღვინება სიტუაციის, ქვეყანა ანუ უკრაინა გაანალიზებს თავის რეალურ ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოების გამოწვევებს, აწონდაწონეს ყველაფერს, ამის შემდეგ მოხდება, ესე იგი, რუსეთთან მათი დაკავშირება და მოლაპარაკება. თამარმა შესანიშნავად თქვა, რომ აი საერთაშორისო თეორიაში პატარა ქვეყანა, რა თქმა უნდა, ობიექტია შეთანხმებების გარიგებების გადანაწილების, მაგრამ მას ხანდახან არის შემთხვევები, როცა გაქვს საშუალება, რომ შენ აირჩიო. ანუ ძალა ისესხო. ძალის ესხება ქვია საერთაშორისო ურთიერთობის თეორიაში ამასაც ამბობენ და ძალა ისესხო რას ნიშნავს ახლა ვიღაცა ძლიერ ამბალთან მიდიხარ და ეუბნები რომ აი მიჭირს და დამეხმარე რაღაცა უსაფრთხოების კოლგა გამიკეთე. ის კი ბატონო, მაგრამ ის გეუბნება რომ მე კი ახლა ამას დაგიცავ, მაგრამ მე შენ ეს და აი ეს ხდება რა, ნუ თუ არ აწყობს გეუბნება რომ ხო, თუ როგორც ქუჩაში ხდება, საქართველოს ზახშირად ადარებენ და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ანალოგიებს. გეოპოლიტიკა არის ის, რაც ხდება ქუჩაში. აი მაკროდონეს პანიაციები რო არის რა. კი, იქ ძველი ბიჭი, ის კაი ბიჭი, რაღაცა ძლიერია იმასთან მიდი. ქურდია რა. აი ყველა ერთ რომ მე ვითომ მეგობრობენ, ხო? ყველა საკითხში კი არ მეგობრობენ, კონკრეტულ საკითხების რაღაც საკითხში ჭუბობენ, რაღაც საკითხში. ერთი რამე აერთიანებს ქუჩასაზე და გეოპოლიტიკას. ყოველთვის იჩაგრება ყველაზე სუსტი და ყველაზე უგუნური. კი ბატონო. უგნური უფრო. ჩაუთვალოთ პლუსში JP Morgan-ს, მართალია დეტალებში არ ახსნა რატო მოხდება უკრაინის დაღვინების შემდეგ. იმიტომ რომ ანალიზი რო გაუკეთო ხა გინდა საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ან გინდა დღეს აი შეხედოთ უკრაინას ხა ითხოვს გამალებული უკრაინის ხელისუფლება რომ მომეცით უსაფრთხოების გარანტიები. კაცშვილი ვერაძლევს, ხო, ამერიკა ვერაძლევს, ევროპელები ვერაძლევს. ვერც მისცემს. იმიტომ რომ ერთადერთი ძალა ვისაც შეუძლია მიცეს გარანტიები დღეს, ეს არის რუსეთი. კი ბატონო. და იგივე რეალობის წინაშე ვდგავარ ჩვენც. იგივე რეალობა არის და ეს ახლა თუ სერაკლამას პოზაში დავდექი და არ დავინახეთ რეალობა, არ გამოვა მასე და ასეთ პოზაში ხშირად ჩავდგარ ვარ ჩვენ 80-იანი წლებიდან დაწყებული. კი ბატონო. აგია ჩემი კომენტარი. კი ბატონო, მოკლედ არის კიდევ ერთი სიახლე დღეს ნიუ-იორკ ტაიმს თუ გუშინ გამოაქვეყნა, ესე იგი აი ხო პროდიუსერ შესაბამისი ინსტალაცია არის ეს ჩვენ გვახსოვს ხო ეს სამეულო როდესაც ხდებოდა იალტაში და პოტსდამში ხო და აი აქ ესე იგი ჩერჩილის ნაცვლად მე ვხედავ სი ძინპინს, ტრამპი შუაში და პუტინი გვერდით.
სტილიზაცია ცნობილი სამეულის. მოკლედ, რას ამბობს New York Times-ი ტრამპზე? ის ცდილობს ახალი სისტემის შექმნას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი გავლენის სფეროებს გაინაწილებენ. გაზეთი თulis, რომ ტრამპი გლობალური გადატვირთვის სკენარი მიმართული არის მის ყოველდღიურ გეოპოლიტიკურ ნაბიჯად ჩაითვლება. მე მინდა სხვანაირად დავაყენო, ანუ ეს ამის კომენტარი მინდა, მაგრამ აი თამარმა თქვა ზამნიშნელოვანი რამ, რაც შეეხება ამ მოლაპარაკებებს, რომ აქ თითქოს და ანუ გარდა ამისა, რომ ვიცით, რომ ერთმანეთს ელაპარაკებიან და ტრამპი შეგნებულად ამ ინფორმაციის გაჟონებას ახდენს, როდესაც ამბობს, რომ აი პუტინს ველაპარაკე რაღაც მე რამდენი რაღაც მესამე თუ მეოთხე თქონდა საუბარი პუტინთან და ხშირად ესე იგი გვაქვს საუბრები ამ გეოპოლიტიკურ პროცესებზე ალბათ, ესე იგი არც მალავს ამას და გარდა ამისა არის ესეთი რამ, აი ეს როდესაც ეს ბრუტალური განსაკუთრებული იერიში მიიტანა რუსეთმა კიევზე და სხვა ქალაქებზე, აქ ტრამპს უბრალოდ სხვა გამოსავალი არც ჰქონდა და თავს კი არ იმართლებდა, ადანაშაულებდა პუტინს, თქვენ გახსოვთ ხო? გაგიჟდა ეს კაცი, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ რაღაცა დაემართა და ასე შემდეგ. ამის საპასუხოდ, როდესაც ჟურნალისტმა სთხოვა ის თუ უბრალოდ კითხა იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა სანქციების დაწესებას, მან ისევ დაასახელა ორი კვირა. ამ ორ კვირას ასახელებს უკვე თქვენ ახევრის განმავლობაში. რაღაც პერიოდულობით ყოველი ორი კვირის თავზე ამბობს, რომ კიდევ ორ კვირას გვაძლევთ და ანუ ესეც გვაძლევს, ესეც ირიბი მაჩვენებელი იმის, რომ რაღაც შეთანხმება არსებობს. თუ გავითვალისწინებთ, მე მგონი Washington Post-მა თუ შპიგელმა გამოაქვეყნა გუშინ ასევე ინფორმაცია, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე მაღალი ტემპები აქვთ მაისის თვეში რუსებს იგულისხმება ის მდგომარეობა, რაც მიწაზე არის, ანუ საშუალოდ გადიან 15 კილომეტრს დღეში. ესეც იძლევა იღებენ, ხო? და ვხედავთ, რომ იქ რეალურად ხდება უკვე მოქმედება არა მხოლოდ იმ 4 ოლქში, ხო, რაზეც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს. არიან შესულები უკვე სუმებში, არის აქტიობა ხარკოვის მიმართულებით და ალბათ ჩერნიგოვზეც, ანუ ვარაუდობენ ასევე ამ რაღაც გააქტიურობას. ანუ მართლაც იქნება შთაბეჭდილება, რომ ტრამპი და ამერიკული ადმინისტრაცია აწლის რუსებს, სანამ არის ეს სეზონი რაღაცა გაზაფხული, სანამ არის ეს მწვანე საფარი, რაც უადვილებს რუსებს აი ამ შეტევების განხორციელებას, ესე იგი, ნუ აქვთ შანსი რუსებს, რომ კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაეუფლონ და განათავისუფლონ ლუგანსკი, დონეცკი და სხვა ეს ტერიტორიები, ზაპოროჟე და ხერსონი. თქვენი აზრით, უკრაინის ომის დასრულება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ტრამპს პუტინსა და სი ძინპინს შორის მართლაც შეიძლება მოხდეს ეს გლობალური გარიგება, სადაც მოხდება მსოფლიოს გადანაწილება. იქ არ ვიცი, მაკრორეგიონებად, გავლენის სფეროებად, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, თამარ? ნუ ის რომ გადანაწილება მოხდება რა, ეს არის გარდაუვალი. რატომ? ნახეთ, არეულია მთელი მსოფლიო. ხო? და ვერ ლაგდება სიტუაცია. ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც იყო ერთადერთი ჰეგემონი ქვეყანა, არა, ყველაფერი წესები დადგენილი იყო და იმ წესების მიხედვით მოქმედებდნენ ეს ქვეყნები, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დაღმავალი ციკლი ამ ჰეგემონიის. რატო ხა? ჰეგემონს უხდება ძალიან დიდი დანახარჯების გაწევა, ყველანაირი, იგივე ფინანსური, მორალური, სამხედრო, ეკონომიკური და ასე შემდეგ. ამიტომ ერთი რამ ახასიათებს ამ ჰეგემონიას, სამწუხაროდ ის, რომ არის ციკლური ეს ჰეგემონობა და ამერიკას ახლა ამ ძალიან ბევრი დანახარჯების გამო უბრალოდ ის გამოიფიტა. და აი ტრამპი როდესაც მოვიდა, ეს არის კრიზის მენეჯერი თავისებული. ამიტომ ნახეთ, ის არის არა მარტო პოლიტიკოსი და მის ბიოგრაფიას თუ ნახავთ, არა ძალიან მრავალმხრივი ადამიანია, არაორდინარული
და გარდა მაგისა ის არის საქმიანი ადამიანი. აი ვიღაცას მიაჩნია რომ მაგალითად ის რაღაც არაორდინარულ რაღაცებს ლაპარაკობს, მაგრამ შედეგებს თუ გავადევნებთ, არა იწყებს რაღაცა დიდი თამასიდან და მერე რაღაც შედეგამდე მიდის. თვითონაც აღიარებული არის ტაქტიკა. ხო, თუმცა რეზისტენცია ძალიან დიდია, თვითონ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მას დაუბლოკა იგივე სასამართლოებმა. საარბიტრაჟო მოუხსნა ისევ. აი ეს ტარიფებთან დაკავშირებით. ანუ მას ბრძოლა უწევს, მაგრამ ის ელიტა, რომელიც მის უკან დგას, არა, საკმაოდ ძლევამოსილი ელიტა, რადგან ის მოიყვანა ხელისუფლებაში. ეხლა იმას რომ ამ ძალების გადანაწილება მოხდება, მაგაში ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ ამერიკას სჭირდება, რატომ მაგა, ხო, Make America Great Again. მას რაღაცა მათი აზრით ამოსუნთქვა ჭირდებათ, ძალების მოკრება ჭირდებათ და შემდეგ ისევ სცენაზე როგორც ლიდერი ისე უნდა გამოვიდნენ. ამიტომ აი ეს ურთიერთობები იგივე რუსეთთან და რაც მე აღვნიშნე, ძალით არ გამოსდით რუსეთთან ურთიერთობა. ამიტომ აი ამ რბილი ძალით და ერთობლივი რაღაცა ეკონომიკური საქმიანობით ეხა ჩვენ ვიცით ამერიკელებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს თქვათ ამ რბილი ძალის წარმოებისა და ეხა ხვდებიან რომ გაცილებით მათთვის უფრო მომგებიანი ამშვიდობიანი და ეკონომიკური გზით რუსეთთან ურთიერთობა ვიდრე ეს პირდაპირ დატაკება და ისტორიული გამოცდილება მეტყველებს რუსეთთან ომი არასოდეს არავის ყოველ შემთხვევაში ბოლო ხანს, ну იქ თუ არ ჩავთვლით რაღაც ყირიმის ომს და რუსეთ-იაპონიის ომს რუსეთ-იაპონიის და ხო ეს გლობალური ომები პრინციპში არ მოუგიათ. ამიტომ აი გადანაწილება მოხდება აუცილებლად, აი რა პირობებზე მოხდება, ეგ არის საინტერესო. ვიზიარებ ჩემო ბატონო. ახალი იალტა გარდაუვალია სამეულში. და რატომ აი მაგალითად ევროკავშირი საერთოდ არ განიხილავთ რომ გეოპოლიტიკურ სუბიექტს მე ვფიქრობ რომ ევროკავშირის დაშლის პროცესი უკვე დაწყებული აქტიურ ფაზაშია სლოვაკეთ-უნგრეთთან მათი ურთიერთობა ამის ნიშანია შემდეგი სერბეთთან უნგრეთის ხელშეკრულება შემდეგი სავარაუდოდ ან ავსტრია იქნება ან გერმანია გააჩნია როგორც აუ პროცესები რუმინეთში ეს კრიზისი რომელიც დაიწყო ეს მარტივად არ დასრულდება ორი კანდიდატი გაისროლა ჰაერში და დააკენსელო ეგრე არ ხდება მას შედეგები მოყვება ბულგარეთში ახლა ველოდები სერიოზულ კრიზისს იმიტომ რომ მოსახლეობას არ უნდა ევროს შემოღება ამ დროს ბულგარეთის მთავრობა მიემართა ბრიუსელს რომ ევროს შემოღება უნდა იქ წინა პროტესტის დროს ევროკავშირის საელჩო დაწვეს ცეცხლიანი ესენი ესროლეს. ეხლა უფრო მწვავე გამოსვლებს ველოდები. ამიტომ ეს ცუდი არ არის, იმიტომ რომ ტარშობილი ორგანიზაცია და ნუ კანონზომიერება ესეთი ახლა აი ევროპულ სუბკონტინენტზე ატლანტიკიდან ურალამდე. როდესაც მისი აღმოსავლეთ ნაწილი ძლიერდება, დასავლეთი სუსტდება და როცა დასავლეთი სუსტდება, აღმოსავლეთი ძლიერდება. ნუ პირიქით უფრო. დღეს გვაქვს აღმავლობის ხანა აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ თვითონ შეუჩიჩხინეს, ასე ვთქვათ, ბუნაგში, ხო? და მობილიზაცია გამოიწვიეს. მათი ბრალია და ეხლა მიიღებენ იმ შედეგს, რაც მიიღებენ. თანაც შეერთებული შტატები პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ ამერიკას პრობლემები შეუქმნასო, ხო? ამიტომ იალტა იქნება, მაგრამ პრობლემა რაში მდგომარეობს ახლა? ეს იალტა როდის იქნება? და მანამდე რა იქნება? ნუ ომის დამთავრებამდე ვერ იქნება. ეს ფაქტია. მაგრამ ეს ომის დამთავრება, აი დღეს რომ დამთავრდეს ომი, რაც არ უნდა შეთანხმება დადონ, ეს ომი მაინც განახლდება. იმიტომ რომ მინიმალური შედეგები არც ერთ მხარეს არ დაუდია. მინიმალური დამაკმაყოფილება. რა არის რუსებისთვის მინიმალური? რუსებისთვის მე ვფიქრობ არის წითელი ხაზი და მინიმალური ეს არის მთელი მარცხენა ნაპირი ოდესის ჩათვლით. ოდესის ჩათვლით და დუნაის დელტის ჩათვლით. იზმაილი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია. იზმაილის პორტი. დუნაის შესასვლელის კონტროლი. ტერიტორიის გარდა მე მგონი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები აქვს კიდე. ანუ მოთხოვნა აი რაზე მაგალითად რუსული ენა პრინციპულია უკრაინის დანარჩენი ნაწილისთვის როგორც სახელმწიფო ენა? ნუ კიეველებისთვის, ესე იგი, ძირძველი კიეველებისთვის რუსული ენა მშობლიური.
თუმცა ძირძველი კიეველი ძალიან ცოტა დარჩენილი. მე მეც გეტყვი, იქ მაგალითად უამრავი წყარო ამბობს, რომ ადმინისტრაციაში დღემდე, ანუ ერმაკი, ზელენსკის და სხვა ამ წევრების მოლაპარაკებები შიგნით იმართება რუსულ ენაზე. ეს ყველა რუსულენოვანები არიან. ყველა რუსულენოვანია, მაგრამ აი ეს ნეიტრალიტეტი, ჯარის შემცირ დემილიტარიზაცია, ანუ მაქსიმუმ ეს არის 100,000 ჯარისკაცი მაგალითად. ნეიტრალიტეტი, ანუ ნატოზე ურის თქმა, კი ბატონო, აქ კელოგიც კი ამბობს, რომ ჩვენ ამაზე აი ეს მოთხოვნების იქნება დაყენებული? ეგ მოთხოვნები იქნება, არ იქნება, რა თქმა უნდა, იქნება, ახლა გაჟღერებ რაც მიწერეს წერილი, ძირითადად იმ მოთხოვნებზე არის შეიძლება ერთი-ორი გამოაკლო. სულ თავიდან კონფლიქტამდე, მაგრამ აქ სულ სხვა პროცესების უნდა ველოდოთ, აქ შეიძლება ესკალაცია მოხდეს უკვე ევროპული მასშტაბით. ეხლა არის მოსაზრება ესეთი, რომ სურთ ნატოს ჩარჩოებში მოლდოვა, უკრაინის კონფლიქტის ინსპირირება დადგმა ინსცენირება იმ მიზნით, რომ დნესტრის პირეთის აფეთქება? არა, ნუ ათქვევინეს ერთ-ერთ მოლდოվել ულტრანაციონალისტ დეპუტატს, რომ თურმე ადრე მოლდოვას ქონია შავ ზღვაზე გასასვლელი. ბესარაბია, ხო? ნუ რუმინელები იდგნენ. და ჩვენ ეს უნდა მოვითხოვოთ დაუბრუნოთ. ეს გატესტეს ახლა ათქვევინეს რაღაც რადიკალს. ესეთი რამე და რისთვის უნდათ ახლა ნუ თუ იქ ატყდება ესე იგი ინსცენირება კონფლიქტის უკრაინულ ძალებსა და რუმინულ მოლდოვურ ძალებს შორის და სამშვიდობოები შემოვლენ ევროპელები და ამით ოდესის ოლქს გადაარჩენენ რუსების ეს ამ სცენარს თელავენ. ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი არის რომ ეს 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რასაც დაჟინებით ითხოვენ, ხო, ევროპელები. ეს იმისთვის უნდათ რომ შეიყვანონ თავისი ჯარები მშვიდობის იმ 30 დღიან პერიოდში, როგორც მინიმუმ ლვოვში და დასავლეთ უკრაინაში და კიევში. და ნუ ოდესა აინტერესებს ახლა ძირითადად მაგათ. ოდესა და ატომური ელექტროსადგურები. იმიტომ რომ ეს ატომური ელექტროსადგური რაღაცა რომ მოხდეს, ხარები 90% დროის განმავლობაში უბერავს დასავლეთით. ცივჰაერის მასები მოდის და ვრცელდება. ნუ ეს იმას გააჩნია, ქარების ვარც ეძახიან. ხო, აი, არა, ხო და ქარების როზავეტრով, რასაც ქვია, ხო, ეგრეა. როიზოვა, ხო. ეგრეა მოწყობილი, რომ უბერავს დომინანტურად დასავლეთისკენ. ამიტომ უფრო ევროპა დაზარალდება რადიაციით, რამე რომ მოხდეს და ევროპა დაზარალდება სკანდინავიის ჩათვლით და გერმანია და მთელი ევროპა ფაქტობრივად. ჩრდილოეთ ევროპა განსაკუთრებით. ამიტომ ევროპელები ახლა ჩვენ გვესმოდა როგორ ბაიდენმა დაიწყო ეს ომი და ბაიდენი ამ თავარი ესე ისა, მაგრამ აგერ გამოჩნდა რომ თლათ ეგრე არ არის, ხო, ევროპელები თურმე უფრო ეს ყოფილან აგრესიულები ამ ომის ესკალაციას და იარაღის მიწოდების საკითხებში. და ესეც არის ახლა ტრადიცია მან, ნუ ევროპაში ყველა დიდი ომი ევროპაში დაიწყო. მე ვფიქრობ, არ არის გამორიცხული, მათ აქვთ რაღაც ეს დათვლები რომ რუსული ეკონომიკა უნდა ჩამოიშალოს, მაგრამ ამისთვის საჭირო რუსეთმა ხარჯოს ყოველწლიურად 7%-ზე მეტი მთლიანი შიდა პროდუქტის ომზე. და რუსეთი ხარჯავს 6.8-ს, ანუ რუსებსაც ესმის და ეს რომ ეკონომიკური სტაბილურობა და ცხოვრების დონის შენარჩუნება ხალხისთვის თუ უნდათ 7%-ზე მეტი არ უნდა დახარჯო. ნუ ამბობენ რომ არ ხარჯავთ. თუმცა სტაგფლაცია, ნუ უცნაური სიტუაციაა რუსეთის ეკონომიკაში, მაგრამ მე მგონი რომ სიმტკიცე აქვთ, რესურსები აქვთ, რომ 1-2-3 წელი კიდე აწარმოონეს ომი, ისე რომ ეკონომიკა არ ჩამოიშალოს და მნიშვნელოვნად არ გაუარესდეს ცხოვრების დონე. ხორცის მოხმარება გაიზარდა. 91 კილო გახდა ერთ ადამიანს. ჩვენთან 45 კილოა. ესეც რეკორდულია ჩვენ სადღაც ცოტა გქონდა. ჩვენს ამაგროთ ერთ სულ მოსახლეზე 25 litrია ღვინის კომპენსაციას ვახდენ. ხო, მაგრამ რა მოხდა იქ? უღამრავი ფული შევიდა ხალხში. ესე იგი 3.5 მილიონი დასაქმებული სამხედრო ქარხნებში, დიდი ხელფასებით სამცვლაში, ჯარი მილიონი, კიდე 1 მილიონი ეს უზრუნველყოფისისა, დიდი ფულები და ეს რა თქმა უნდა ბაზარზე მოხდა, ხო, ოჯახები ხარჯავდნენ. მათთვის ბუნებრივი მდგომარეობა, ამ მდგომარეობაში ისინი კარგად არის. კარგად, თვითონ კარგად არიან, მაგრამ ეკონომიკაში გაშთა ძალიან ჭარბი ფული. მოთხოვნა არის მიწოდებაზე ნაკლები, ამიტომაც ნაბიული ამ შემთხვევაში სხვადასხვა არ მომწონდა ეგ ხალი, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორს აკეთებს მაღალი პროცენტი რო ახრე ფინანსირებს. ნუ რაც ისწავლა იმას აკეთებს. ბევრი არ ეთახმება ამას.
ბევრი არ ეთანხმება, მაგრამ როდესაც უცებ შეხება ჭარბი ფული, ანუ გასაგებია ხო ინფლაციის ხო გასაჩერებას ზრდი იმას განაკვეთს. შეიძლება რომ ერთი დავამატო აი ევროკავშირთან დაკავშირებით მე უკვე დღეს აღნიშნე რომ ევროკავშირი წინა მსოფლიო წესრიგის გადმონაშთია. და რუსეთ-უკრაინის ომს რამოდენიმე დანიშნულება ჰქონდა და ერთ-ერთი დანიშნულება იყო ევროკავშირის დასუსტება. აბსოლუტურად ეთახმები. დამორჩილება ეკონომიკურადაც მნიშვნელოვანია და რასაც ხედავ, რაზეც ირაკლი ლაპარაკობდა დებიუტში ეს დასაწყისში, ანუ ამერიკელები იღებენ იმას, რომ ევროპის ენერგომომარაგება სამჯერ 4ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მაგალითად იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში. სადაც ელექტროენერგიის დანახარჯი შტატებში არის 4ჯერ უფრო იაფი და აზიაში 3ჯერ უფრო იაფი. ბუნებრივია ამ პირობებში არანაირ რეინდუსტრიალიზაცია, არანაირ მილიტარიზაციაზეც კი საუბარი არის, არ ვიცი, სრული დეინდუსტრიალიზაცია. ხდება რელოკაცია ევროპის ქვეყნები რატო არის ჩვენთვის რატო იყო ევროპის ქვეყნები მიმზიდველი ეს იყო საყოველთაო კეთილდღეობის ქვეყნები სოციალური ძალიან მაღალი სტანდარტებით ხო ამერიკელებზე მაღალი მაგრამ რის ხარჯზე იყო იაფი რუსული ენერგომატარებლები და ნული თავდაცვაში და ხოლგა ნატოსი. ეხა არც ერთი აქვთ არც მეორე. თქვენ წარმოიდგინეთ რა დღეს ჩავარდებიან და დაწყებულია ეს პროცესი, ამიტომ როგორც გლობალური პოლიტიკური მოთამაშე ევროპა უკვე აღარ განიხილება და ეს ძალიან კარგად იციან და მიზანმიმართულად ხდება. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით და იმაშიც Goldman Sachs პაბლიკში ესე გამოქვეყნდა, გაჟორმა ეთყობა შეგნებულად მოახდინეს, იქ რაღაც ანალიტიკოსები ერთმანეთთან პრინციპში აღარც კამათობდნენ, შეთანხმდნენ რაში, შეთანხმდნენ იმაში, რომ რუსული ეს მილიტარიზირებული მოდელი გაუძლებს, აი, სამხედრო ეკონომიკას შეუძლია გაუძლოს 3-5 წელი პრობლემას არ წარმოადგენს. ის რომ განაკვეთია და ეს ეკონომიკაზე ზოგადად მაკროეკონომიკურ ობიექტურ მაჩვენებელზე შევა ნეგატიურად აისახოს, ეს კი ბატონო, მაგრამ თან ტრამპი რას ლაპარაკობს, რომ ევროპული საქონლისთვის ამერიკის შეერთებული შტატები იყო გასაღების ბაზარი, მაშინ როდესაც ამერიკული პროდუქცია შეზღუდული იყო ევროპაში. ანუ ამ ბალანსის შეცვლა. ამ ბალანსის შეცვლაზე და ევროპასთან არ ვიცი გამოუვა თუ არა ჩინეთთან შეიძლება მინიმალური რაღაცა გამოუვიდეს, თუმცა უკვე აღიარეს რომ ჩიხში არის შესული ეს მოლაპარაკებები. ჩინეთთან სავაჭრო ამბაჟებთან დაკავშირებით და რაც შეეხება ევროკავშირს, იქ რა თქმა უნდა მიიღებს და კიდევ უფრო დაასუსტებს ევროკავშირს ამაში რატომღაც დარწმუნებული ვარ. კარგი, ეს მოკლედ გასაგებია, რომ უკრაინის დამთავრების შემდეგ უნდა ველოდოთ აი ამ გლობალურ გადანაწილებას, ყოველ შემთხვევაში მოლაპარაკებებს და ვნახოთ ამ სამ სუბიექტის გარდა ვინ მოახერხებს აი ამ დიდ მაგიდაზე, ესე იგი მონაწილეობის მიღებას, მოკლედ ამ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში. აი ხა მინდა ბოლო კითხვა, საქართველოს რაც შეეხება. ანუ ჩვენ ხედავთ აქ პროცესებს. ხედავთ რომ უპრეცედენტო კონსოლიდაცია ხდება პრემიერ-მინისტრის ირგვლივ, რაც არ მოხდარა ოცნების მოსვლის შემდეგ. ირაკლი კობახიძე ხდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც არა მხოლოდ რაღაც ტექნოკრატიული ფუნქციები ენიჭება, ანუ ყალიბდება უკვე რაღაც პოლიტიკურ ფიგურად. ჩვენ უყურეთ გუშინ გამართულ ბუდაპეშტში ამ ყრილობას და მის გამოსვლას და ორბანის ძალზე კომპლიმენტარულ ტონალობას კობახიძესთან მიმართებაში. ასევე ხედავთ, ყოველ შემთხვევაში შედგეთ შთაბეჭდილება რჩება, რომ მკვეთრად შესუსტდა ეს ოპოზიციის ძალისხმევა და როგორც ჩანს უკვე ფიზიკურადაც უჭირთ ამ პროტესტის ხელოვნური გახანგრძლივება. ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად იქ რუსთაველის გამზირს ყოველ საღამოს კეტავს 12, 15, 20, 30 ადამიანი. თქვენი აზრით, როდის დასრულდება აი ეს პროცესი, რაღაც ხელოვნურად შექმნილი ქაოსი, თანაც ლოკალური, უკავშირდება თუ არა პროცესის დასრულება ადგილობრივ არჩევნებს და ფიქრობთ თუ არა რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგად მთლიანად ეს პოლიტიკური, შიდა პოლიტიკური ლანდშაფტი
მისი დიზაინი შეიძლება შეიცვალოს და თუ შეიცვლება, როგორ შეიცვლება. მოდი ირაკლი შენ დავიწყოთ. ну ეს ხა ევროპის წვეთოვანზე არიან უკვე ევროკავშირის უпроსორ ჩვენ მე რესურსებზე ხო? ხო, მე ვყოფ ევროპას სხვა გაგებით და სხვა კომუნიკაციებით ვყავ ევროკავშირის სხვა უფრო ნეგატიურ. ხო და წვეთოვანზე არიან, იმიტომ რომ იქიდან დაერღვათ მიწოდების ჯაჭვი შეერთებული შტატებიდან. ზოგადად შეერთებული შტატების რეფლექსია, აი იქ რაც ხდება, იმის რეფლექსია ჩვენთან რაც ხდება გარკვეულწილად და დიდწილად. თუმცა ბოლო მომენტში ავტონომიურობის ელემენტი ჩვენთან მეტი გახდა. ახლა შეერთებული შტატები გამალებით ეძებს ფორმას, როგორ შეინარჩუნოს ჰეგემონია. და ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ ობამას პერიოდიდან ალბათ, შეიძლება კლინტონის პერიოდიდან. ну სადეს ის ლიბერალიზმის სადეს ეს ბუშის ძლიერი რკინის ხელი სადეს შეიჭრენ ყველგან სადაც შეეძლოთ და ბომბეს ყველაფერი რაც შეეძლოთ მაგრამ მიხდნენ რომ ამერიკული ანტიამერიკული განწყობები მსოფლიოში ну ძალიან გაიზარდა. შემდეგ იყო ეს ობამას სიკეთე და გახარება და ასე შემდეგ. ესეთი მიდგომა, რომ ყველა ძმები ვართ, რა მნიშვნელობა ერს, მას სექსუალურ ორიენტაციას, ხო, ორიენტაციას, ქეს, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ერთნი ვართ, პლანეტა გადავარჩინოთ და რაღაც ესეთი, მაგრამ ამანაც არ იმუშავა. მერე ჩართეს ეს მოიყვანეს ტრამპი. მოდი ვნახოთ, აბა ულტრა რადიკალური პატრიოტული იქ უკვე ვერ შეთანხმდნენ რაღაცას და ეგრევე გააჩერეს მეორე ბანაკმა. ხო, მერე და ამას მოაყოლეს ეგრევე გლობალისტებმა თავისი პანდემიური სცენარი რა. ვერც იქ ვერ გაიკეთეს დაინახეს ის რომ ამით შეუძლიათ ის უცხო პლანეტელებიც ხო გამოაჩინეს ხოთაშორის ხატესდეს ეგ ხა იქ ძალიან სერიოზულად მაქს სპეროში. თუმცა რაგინა კონგრესში მოაწყოს გამოფენა ხო ნაპოვნი არტეფაქტების. მოკლედ ტესტავენ ყველა შესაძლო ვარიანტს და საბოლოოდ მივლენ ისტორია ხო მეორდება რა ციკლურია და ნუ ჰეგელიც ამას ამბობს და ვინ არ არის. საბოლოოდ მივლენ იმ იალტამდე სამი კაცი დაждდება რუსეთი, ჩინეთი, შეერთებული შტატები და მოელაპარაკებენ მაკროზონები უпроსოდ იქნება ესა და აი ახლა რატომ მოვყევი ესე იმიტომ ჩვენაც ასე პროცესულად უნდა დავინახოთ ეს პროცესულად უნდა დავინახოთ და ჩვენთან უკვე მოვიდა დრო რახან სოფლიო წესრიგი იცვლება, რახან მოშლილია არსებული წესები, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია რაღაცები შევცვალოთ. და ამისთვის არაფერი არ მივიღოთ. ცუდი. არ დავისაჯოთ, ასე ვთქვათ. პირველ რიგში იმას გეთანხმები, რომ ყობახიძის გარშემო, პრემიერის გარშემო უფრო ხდება ძალის კონსოლიდაცია, მათ შორის ძალოვანი ელემენტის დომინაციით გაიზარდა. მაგრამ მოლოდინი მოაზროვნე ნაწილში საზოგადოების არის რა თქმა უნდა პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მათ შორის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ ასევე ეკონომიკური, რომელიც ფუნდამენტია და მთავარი. ჩვენ რომ ვართ ამ ნეოკოლონიალურ ვაშინგტონის კონსენსუსის მოდელში, ну ამის გაგრძელება არ შეიძლება და ჯერჯერობით ნიშანიც კი არ არის ამ ხელისუფლებისგან, რომ ამ მიმართულებით რამეცვლილებას ველოდეთ. ერთადერთი პოზიტივი მე დავინახე ის, რომ ეროვნული ბანკი აღარ ემორჩილება სოფლიო საფინანსო ინსტიტუტებს, მართლა დამოუკიდებელია და ქართულია. და ახალი ცეცხებზე ხელი არ მოაწერეს ჯერჯერობით. სავალუტო ფონდისგან, ახლა რო იყო ნათია თურნავა სავალუტო ფონდში, აი იქ სინანულით აღნიშნეს, რომ საქართველოს ახალი ცეცხლი არ მოითხოვა თვითონ. ძალიან კარგი თუ არ მოითხოვეთ, იმიტომ რომ ეს გზა არ არის საჩვენო გზა, ეს გზა გვტოვებს განუვითარებელ ქვეყნად, მუდმივ განვითარებად ქვეყნად. აზრამდე არ მიგვიყვანს. ხო, და ჩვენ თუ გვინდა სწრაფი განვითარება და ადამიანის ჰუმანიტარული განვითარება, ხო, განათლება, კულტურა, სპორტი, ყველაფერი მეცნიერება მაშინ ჩვენ დამატებითი ღირებულების შექმნის გარეშე ამას ვერ მივახცევთ. დამატებითი ღირებულების შესაქმნელად კი საჭიროა აქ რეალურ სექტორში ინვესტიციები, მათ შორის სოფელში, გადამუშავებაში, სოფლის პროდუქტის, კვების მრეწველობა, ანუ ათასობით არა ასეულობით ქარხანა გვჭირდება, ჩემი აზრით დაახლოებით 1400, 1200, 1400.
და ეხლა უნდა ვეძებოთ ძალა ფინანსური ცენტრი, ვინ მოგვეხმარება, რომ ეს კი სტარტი მოგვცეს. თუმცა არის მეორე ვარიანტი, ეხლა ცხადია, რომ ანგლოსაქსებს ეს ჩვენ ფუნქცია გვაქვს ეს ტრანზიტი რაღაცა, მაგრამ ზედმეტ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ზედმეტი მნიშვნელობას ამას არ უნდა მივანიჭოთ. სატრანზიტო ფუნქციას. თუმცა მნიშვნელოვანია, თუ გაქვს, კარგია. აქ არის კონფლიქტი ინტერესთა. ანგლოსაქსებს აკონტროლებენ ამ საზღვაო მაგისტრალებს სავაჭროს და არ სურთ ეხლა სახმელეთო სავაჭრო მაგისტრალების აღდგენა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო. ამიტომ საქართველოს დღეს ვერ აკონტროლებს ვერცერთ საკუთარ პორტს. ხო, ამისთვის გაკეთდა ეს, რომ შუა კორიდორი და ეს ტრასეკა და ეს ყველაფერი გაჩერებული. არის 12-15 მილიონი ტონის ფარგლებში მუშაობს ფოთის პორტი და ქართული პორტები. მეტის საშუალებას არ ეძლევა, რატო? იმიტომ რომ ერთში ყაზახეთი ჩასვეს, არ ვიცი რეალური მართველი არ ვიცი, მათ უკან ვინ არის, შესაძლოა ბრიტანელები იყვნენ. მე ბათუმის პორტი, ფოთის პორტი მაერსკია, მსოფლიო გიგანტი, რომელიც სინგაპურში მიიღებს მოგებას თუ ფოთში სულ ერთიანისთვის. ანაკლის სუფსა და ყულები აზერბაიჯანი, სოკარი. აი ახლა პირველი ჩვენ დავშით პორტების გარეშე. ეს გარემართვაზე როცა იყო სახელმწიფო სააკაშვილის დროს მოხდა ამის ყველაფრის გასხვისება. და ჩინეთი რატომ ახორციელებს ამ ხელა ინვესტიციებს და რატომ ახორციელებს ესეთ გარკვეული აზრით უნიკალური პროექტი ეს რასაც ვხედავთ ჩვენ გვირაბების გათხრა, ინფრასტრუქტურის გამართვა, გზები. აი ეგ არის ჩინეთის სურვილი, ერთი გზა ერთი სარტყელის ფარგლებში განხორციელებული უზარმაზარი ინფრასტრუქტურული, ამაზე უარეს. ანაკლიაში დაინტერესება პორტის. ხო, ამიტომ არის ანაკლია ასაშენებელი, მაგრამ ამას ყავს ოპოზიცია ამ პროექტებს, იმიტომ რომ ეს ჩინური ბენეფიციარი ვინ იქნება საბოლოო ჯამში, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, რუსეთი და უნდათ რომ დაბლოკონ ეს. ამიტომ ეს მოძრაობები იქნება, ეს მოთხოვნები იქნება. პაკისტანში ახლა ჩინეთმა 44 მილიარდი ჩადა. ჩვენთანაც ეს გზები რაც კეთდება, სულ ჩინური ფულია აზიის განვითარების ბანკიდან. და თან არ ამოყვება მაგას ვალდებულებები. ამიტომ ჩინური ფინანსური წყარო ამ ეტაპზე თუ ზომიერად ავიღებთ, იმიტომ რომ აფრიკაში არის მაგალითები, როცა ბევრი ფული აიღეს ჩინელებისგან სესხად და მე რაღაც პოლიტიკური დათმის რაღაცები. ხო, ამიტომ ამასაც ზომიერად უნდა. თუმცა დასავლეთთან არის ერთი თეორიული შესაძლებლობა კარგი თანამშრომლობის, პოზიტიური თანამშრომლობის და ეს არის მაგალითად ამერიკის და საქართველოს მიერ ფინანსური რეგიონალური ხასიათის პირველ ეტაპზე ფინანსური ცენტრის შექმნა. ფინანსური სამოთხე დიდი კაპიტალისთვის, დუბაის პროექტის ვარიანტის, იქ ტრილიონზე მეტია უკვე კაპიტალიზაცია დუბაის საფონდო ბირჟაზე. აი ეს შეუძლიათ ამერიკელებს გააკეთონ თავისუფლად. ამას ბევრი ფული არ უნდა, ჩვენთვის ბევრია ახლა, მაგრამ ამერიკისთვის არაფერი, 2-3 მილიარდი შეიძლება ამის დაწყება, თუ ამერიკული კოლგა ექნება, თუ რეგიონის დიდი ქვეყნები მიიღებენ ამაში მონაწილეობას, ეს მოგცემს იმდენ ეფექტს, რაც შვეიცარიას რაც მისცა. მე მინდა იმაზე კითხვა შიდა პოლიტიკურ პროცესზე, ანუ ადგილობრივი არჩევნების დამთავრებისთან უნდა ველოდოთ თუ არა ეს რა ვიცი, პოლიტიკური ნევროტიზმი რაც არის ამ ქვეყანაში დასრულდება თუ არა. დაიწყება ახალი, იმიტომ რომ ეს ლანდშაფტი ალბათ გადახალისდება მთლიანად, იმიტომ რომ პატრონები დაფინანსება შეუწყვეტენ ამათ, როგორც ყალგასულს ძალებს, მაგრამ მოთხოვნა საზოგადოებაში არის სერიოზული რეფორმის, შიდა პოლიტიკაზე თუ საუბრობ. ეს არის პირველ რიგში კონსტიტუციური რეფორმა. ეს რაც გვიწერია უაზრობები უნდა შეიცვალოს, უნდა დაუბრუნდეთ საქართველოში პოლიტიკური პარტიების სისტემა არ გაამართლა, ეს უნდა ვაღიაროთ და დავივიწყოთ პოლიტიკური პარტიები. ეხლა აკრძალვის მომხრე არ ვარ მე არაფრის, მაგრამ გადავიდეთ უნდა 100%-ით მაჟორიტარულ სისტემაზე, მათ შორის ყველა დონეზე. იქნება ეს პარლამენტის არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები თუ ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მეტი სამართლიანობის მექანიზმი. რეგიონალური თვითმმართველობის რეფორმა აუცილებელია თბილისში თავმოყრილი ძალაუფლებარი გადასანაცვლებელი რეგიონზე და მათ შორის თბილისში თავმოყრილი ფულის ანუ ბიუჯეტის განკარგვის მექანიზმებიც უნდა გადავცეთ ადგილებს.
ანუ თვითმმართველობის შესახებ კანონი უნდა შეიცვალოს. აუცილებლად რადიკალურად ყველაფერი შესაძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ რა მოდელითაც დღეს ქვეყანა ცხოვრობს, ეს არ არის ქართული მოდელი, არ არის საქართველოს ისტორიულ, სოციალურ, ისტორიულ, ეკონომიკურ საჭიროებებს მორგებული, ამიტომ თავიდან არის რეფორმა ჩასატარებელი აბსოლუტურად ყველაფერს. თამარ ჯერ უპირველეს ყოვლისა მინდა აი ხელისუფლების და ირაკლი კობახიძის ფიგურას რაც შეეხება. იცით რა არის? ჩვენ უკანასკნელი ხანის განმავლობაში პირველად ვიქცევით ადეკვატურად. და გარდა მაგისა, ღმერთმაც ხელი შეგვიწყო. და რატო? წარმოიდგინეთ ჩვენ დავრჩით ჩვენი ღირებულებების ერთგული, ხო? აი ძალიან დიდი როლი ითამაშა ეკლესიამაც. ნახეთ, უკრაინის დაქცევა და დანგრევა დაიწყო მას შემდეგ, როდესაც მოხდა ეკლესიაში განხეთქილება. ამიტომ ის ღირებულებები, რასაც დღეს ტრამპი ქადაგებს, იგივე ორბანი და ფიცო და ასე შემდეგ, და სხვათა შორის რუსეთის პრეზიდენტიც, ხო? ნახეთ, დღეს სრულიად ახალი გადანაწილება არის და ნახეთ, საფუძველი ძალიან მრავალწილად არის ღირებულებითი ფაქტორი. აი ეს აქსიოლოგიური ფაქტორი და ალბათ ყველაფერი ღმერთის ნება, რომ ქართველებს ღმერთმა უბოძა აი ის საღი აზრი, როდესაც შენ გაუსწარი ისეთ ქვეყანასაც კი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია და აი პირადად მეც და ეხლა ვიცი რომ ირაკლიც, რომ მიუხედავად ძალიან დიდი წნეხისა, რომ ხმას ვერ ამოიღებდი, ხო, ზოგჯერ პირადი სიმამაცის, სამოქალაქო სიმამაცის ხარჯზე, არა ბევრი ქართველი ადამიანი ილაშქრებდა იმ დღის წესრიგის წინააღმდეგ, რასაც გვთავაზობდა ევროკავშირი ამ თავისი რაღაც სულელური თქვათ არაიდენტობის პოლიტიკას, იგივე და ყველაფერი ეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდიოდა, ხო? იქიდან მოდიოდა სიგიჟეში, როდესაც თვით ადამიანს შეექმნა პრობლემა, როდესაც გეუბნა არა რელიგია, არა ეროვნება, არა სქესი, არა ბიოლოგიის უარყოფა. ხო გახსოვთ კონგრესში, როდესაც თხოვდნენ კანდიდატს რომელიმე თანამდებობაზე, იმის აღიარებას გენდერული თეორიის. და კონკურსში ქვი არ ადამიანმა ქვიარმა გაიმარჯვა, ეს ხო წმინდა რომ მე არ ვიცი დღეს ხალი ვარ, ხვალ კაცი ვარ და რაღაც ისულელები. ამ ბიოლოგიაში ვერ ერყვევი. ამიტომ საქართველოში ამ საღმა აზრმა არა მოიკიდა ფეხი და ხელისუფლება, რომელიც დღეს სათავეშია, აი ჩვენ ცუდი ვნახეთ, როდესაც ავიღეთ ვალდებულებები ამ კანონების ჰარმონიზაციის შესახებ. იგივე ეს გაუგონარია, რაც ირაკლიმ თქვა, როდესაც აბა კითხე ნებისმიერ ერთი თეორეტიკოს საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომელ კონსტიტუციაში უწერიათ, რომ კონსტანტა შენ იქით იცვლება, ხო, ეს ყველაფერი ხან არ არსებობს მუდმივი და პარტნიორები, დინამიკურად მიდის ეს პოლიტიკური პროცესი. ამიტომ ვეთანხმები ირაკლის, რომ ეს ყველაფერი არის შესაძლებელი და მოსარგები ჩვენ სინამდვილეზე, მით უმეტეს, რომ ეხლა ამ სუვერენიტეტის, ასე ვთქვათ, აღლუმია და ჩვენ უნდა ვიხელთოთ ეხლა დრო და რაც შეიძლება მეტი ჩვენი ჩავდოთ ამ კანონებში. მაგრამ ბევრი პრობლემა იგივე განათლების მხრივ, იმიტომ რომ ეხლა მე განათლების სფეროში მუშაობ და რეტროსპექტულად შემიძლია გითხრათ რა პრობლემები საშინელებაა. მაშინ, როდესაც ქართველები არა გენეტიკურად ნიჭიერი ხალხია ძალიან და აი მიზან მიმართულად გადებილება ხდება ამ ახალგაზრდებს. ისე რადგანან ეგ ხო ცუდი სოციალიზაციის შედეგია. მე მეწოდებიან ის ბავშვები, რატო ისინი უნდა მობრუნდნენ და ჩართო ამ ქვეყნისთვის სასარგებლო რაღაცა საქმიანობაში. ისინიც ხო ჩვენი შვილები არიან და
ასე რომ მართლაც ყველაფერი არის მოსარგები არის. ეხლა პოლიტიკურ პარტიებს ვერ გავაუქმებთ, იმიტომ რომ იგივე ინგლისში, სადაც მაჟორიტარული და ამერიკაში არა, ისინი რომელიმე პარტიის წარმომადგენლები მაინც არიან, ხო? მაგრამ ვეთანხმები იმას, რომ ის დატვირთვა, სიგიჟეში ვართ, ხო, 300 პოლიტიკური პარტია არც ერთ ქვეყანაში არ არის. ანუ კონცეპტუალურად უნდა იქნეს გააზრებული და მე ისევ ავღნიშნავ, ხა მე ბიძინა იმანიშს არც ვიცნობ, მართალი რო გითხრათ ტელევიზორიდან, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ის მისი უნარი, რომ მოიპოვოს ინფორმაცია და ხელისუფლებამ დღეს ადეკვატურად იმოქმედოს, უბრალოდ საქართველოს ახლა გაუმართლა. რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ უნდა დემოგრაფიულ სურათზე ვიფიქროთ და ამისთვის უამრავი მექანიზმი არსებობს და უნდა ფუნდამენტური რაღაცა პოლიტიკა შეიქმნას ამ მიმართულებით და თუ ჭკვიანად მოვიქცევით, არა, ამ საერთაშორისო სისტემაშიც ვნახავთ ჩვენ სათანადო ადგილს და აი რაც ირაკლიმ თქვა, ხო, ჩვენ ისეთ ადგილზე ვართ, რომ აი გაყიდეს მართლა ეს სპორტები, რა უბედურება არა. ისეთი ხელისუფლება იყო, არაფერი არ შეგვარჩინეს, ხო? არა მხოლოდ პორტები. ხო, ყველაფერი რუსებს აგინებდნენ და ყველაფერი მიყიდეს რუსებს. შენ რო ეუბნები, რომ ევაჭრე, შენ გეუბნებიან პრორუსი ხარ, ხო? ნუ ეს ჩვეულებრივი ტექნოლოგიები. მაგრამ რაღაცა ეს ტექნოლოგიები ეს უკვე კლინიკაა, თამარ. მაგრამ მუშაობს და ნუ მუშაობს, ნუ გადავაჭარბებთ ამ ეფექტს ამის, ჩვენ ხედავთ, რომ სინამდვილეში ეს არის უმცირესობა ჰიპერაქტიობის ხარჯზე ქმნის რაღაც ილუზიას, სინამდვილეში განწყობები აბსოლუტურად საწინააღმდეგოა საზოგადოებაში, გაღიზიანება ამ პროცესებით, ამ დესტრუქციით სულ უფრო იზრდება, რაც უფრო ხელოვნური ჩანს ეს პროცესი და გაწევა ამ პროცესის. თავდება ყველაფერი, ხო? და მე მაინც მჯერავს, რომ საქართველოს მაინც ღვთისმშობლის სიყვედრი ქვეყანაა და რაღაცა გამოვალთ აი ამ ძალიან ისეთ არა მარტივი სიტუაციიდან. რა თქმა უნდა, მე გეთანხმებით, გარდა ამისა, ჩვენ ხედავთ ახლა მეც მინდა აღვნიშნო ეს, რომ ნუ აი რასაცი დავიწყეთ და ყველა ამბობს ამაზე, რომ ეს გეოპოლიტიკური ეს გეოპოლიტიკური მდებარეობა ამ ქვეყნის და სხვადასხვა ქვეყნების ინტერესი, მე მგონი ამ სხვადასხვა ქვეყნების, სხვადასხვა გეოპოლიტიკური ერთეულების ინტერესების დაბალანსება, ანუ ევროკავშირისგან ჩვენ ვერცად ვერ წავალთ, ვერც ის ვერ წავალთ. რა თქმა უნდა, ეს არის, რა ვიცი, ენერგოკაბელი, ეს არის მილსადენები, ეს არის დერეფანი, რაც გვაკავშირებს ევროკავშირთან, ახლა კულტურულ იმასაზე რომ ასპექტს რო თავი რო დავანებოთ. რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესი და ეს ეკონომიკა რო რამდენიმე წელი კი არა დამოუკიდებლობის დღიდან ჩვენ რუსეთი არის პარტნიორი ექსპორტ იმპორტ სავაჭრო ბალანსზე, ეს არის უმსხვილესი მოთამაშე. ჩინეთის და ირანის როლის იგნორირება ასევე აბსოლუტურად შეუძლებელია უბრალოდ და მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნების ინტერესების ბალანსი ეს არის საქართველოს ამოცანა ძირითადად. და შეიძლება კი არა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არ მოხვდეთ ერთი ძალის და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რთული იქნება, რომ ჩვენ ერთი რაღაც გეოპოლიტიკური სუბიექტის ტოტალური გავლენის ქვეშ მოხვდეთ. გადავიქცეთ ეგრეთ წოდებულ ტრიმერ ქვეყანას. რა თქმა უნდა, მე მგონი ესეც არის. ამდენად უღრმესი მადლობა პროფესორ კომპეტენტური ანალიზისთვის და შეფასებებისთვის. ძვირფასო მეგობრებო, გემშვიდობებით 4 შაბათამდე ეპშტეინის კუნძულზე შეხვდებით ერთმანეთს. ჩვენ კი ყველაფერს კარგს გისურვებთ, სულ კარგად გზანდებოდეთ და ნახვამდის.